ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს. ჯერ ერთი ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება, უკვე 4-დან 4 პოლიტიკური ლიდერი კოალიცია ცვლილებისთვის ზის ციხეში. ჩვენთვის ეს ახალი არ არის, ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს ბრძოლის დროშას აიღებს მეორე, დააკავებთ მეორეს ბრძოლის დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა, მისი რეჟიმის დამხობა და დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. ამიტომ მათ შეუძლია გააკეთონ ის, რაც სურთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავით არის დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის. ეს დაკავება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ყველა იმ პროცესის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და განსაკუთრებით ეშინია 4 ოქტომბრის საყოველთაო მობილიზაციის. აი ეს პანიკური დაკავებები პოლიტიკური ლიდერების მეანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ ამაზე, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების რღვევაზე და ქართული ოცნების შიშზე, და იმაზე, რომ ყველა აქტიური ადამიანის განეიტრალებით მათ გონიათ, რომ 4 ოქტომბრის ამ პროცესს რაღაცნაირად შეაფერხებენ. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ პირიქით, ვერც ერთი ადამიანის დაკავება ვერ შეაფერხებს იმ გარდაუვალ პროცესს, რომელიც 4 ოქტომბერს საოცრებლად შედგება. კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, იმიტომ რომ დაუშლილი რჩევიან კალაძის შტაბის ეს მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერიან სულ რამდენიმე დღის წინ. და კალაძის რაღაც ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს ამჯერად პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმს აქვს ამოწყურული ყველანაირი რესურსი. კანონი არსებობს, როცა კანონს არ ღვევ, თან მიზანმიმართულად, გამიზნულად, იცი რომ საერთოდ არავის არ ახსოვხარ, არავის არ აინტერესებს, როგორც პოლიტიკოსი ცოტა ესეთი ნათქვამია ამ ადამიანების მიმართ. საგამოშას ცდილობენ რომ რაღაც ასეთი სისულელეებით, პერფორმანსებით შეახსენონ თავი საზოგადოებას. როდესაც 150 ლარს აღემატება ზიანი, და ამ შემთხვევაში ზიანი იყო 150 ლარზე მეტი, პროკურატორია არის ვალდებული რომ აღწერა სისხლის სამართლის საქმე. ეს ადამიანი არის რადიკალი, არის ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. არ ვიცი ახლა საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვინ არის, ხო? მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭერს საკუთარი შეფასების.